სალამი მეგობრებო, დღეს მოგესალმებით. მათ შორის გვეყოლება ორშაბათს უკვე თბილისში იქნება, ხვალაც გვეყოლება და ორშაბათს უკვე თბილისში იქნება. ეხა ისეთი დროა ჩვენთვის, ხო? საღად მოაზროვნე ადამიანებს, რომელიც სოფლიოს ვარდისფერი ლიბერდებილური სათვალით არ უყურებთ. რომ უნდა ვიждეთ ეხლა და ვეაზროთ რა, აი ამ ლიბერდებილოს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, არა ვარ ამ ხასიათზე. კარგ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ ყველა კარგად დაინახავს, ეხლა რას გადავრჩით, მაგრამ აი კატის დღეში არის ეს კლოუნი ზელენსკი. კატის დღეც არა, აი რა შეიძლება თქვა, ნუ აი ტრამპმა რა ხდება, ძალიან მარტივად. ტრამპმა გადაწყვიტა დადოს გარიგება რუსეთთან. იქ ძალიან ბევრი რამ არის, რაც უნდა მოაგვარონ. ჩინეთის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს, ჩინეთთან ალიანსი არ უნდა დაუშვან. გარკვეული გეოპოლიტიკური შეთანხმებებია, იქ ახლო აღმოსავლეთში უნდა დაეხმაროს რუსეთი. ამ საკითხებს განიხილავენ ხელშეობის მუშაობა უკვე ნორმალურად აღადგინეს და ლაპარაკობენ რომ ტრამპი და პუტინი თებერვალშიც კი შეიძლება ერთმანეთს შეხვდნენ ერთ კვირაში. და გამოხდა ეს დეგენერატი, ეს კლოუნი ზელენსკი, სისხლიანი ჯალათი თავისი ქვეყნის მონა, deep state-ის მონა და დაუწყო შპილკაობა ტრამპს. ჯერ არ მოუწერა ხელი კონტრიბუციებზე, ჯერ ხო უკრაინას უნდოდა რომ კონტრიბუცია რუსეთისგან წამოიღოს. ტრამპი დააცხადა 500 მილიარდი მომეციო და არ მოუწერა იმაზე ხელი. ეხლა ტრამპმა ამაზე რომ 4%-იანი ხარო უთხრა, მოიგონა რომ 57%-იანი და ყველანაირად ეშპილკავება რა. და ბოლო-ბოლო ვერ მოიწმინა ამ ტრამპმა, სხვათა შორის პუტინმა დღეს თქვა რომ ტრამპი კაი კაცია, პირდაპირ ამბობს, რასაც ფიქრობს. და აი ესეთი რაღაცა თქვა. დაფიქრდით, ამბობს, დაწერა სტატუსი True Social-ში, ანუ ტრამპის სოციალური ქსელია, თავად ტრამპმა. არც თუ ისე წარმატებულმა, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატების 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა, რომ ჩაბმულიყო ომში, რომლის მოგებაც წარმოუდგენელია და რომელიც არც კი უნდა დაწყებულიყო ომში, რომელიც არ დამთავრდება ამერიკის და ტრამპის გარეშე. 200 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ვიდრე ევროპამ. და თან ევროპას თანხები გარანტირებული აქვს, ანუ სესხის სახით მისცეს. მაშინ, როდესაც ამერიკა არაფერს არ მიიღებს ამ თანხის საფასურად. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა თანაბარი პირობები, ანუ გარანტირებულად რომ მიეცა ფული, თუ ეს ომი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამერიკისთვის. და აქ უკვე მოდის მონროს დოქტრინის კვინტესენცია. ჩვენ ხო გვაქვს დიდი და მშვენიერი ოკეანე, რომელიც ბუფერულ ზონას წარმოადგენს ევროპასა და ამერიკას შორის. გარდა ამისა, ზელენსკიმ აღიარა, რომ ნახევარი ამ თანხისა, სადაც გაუგზავნეს გაქრა. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს უკრაინულ გამოკითხვებში და ერთადერთი რაც კარგად გამოსდის მას, ეს იყო ბაიდენთან თამაში. დიქტატორი არჩევნების გარეშე ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, წინანდელ შემთხვევაში მას აღარ ექნება ქვეყანა. ამის პარალელურად ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის შეწყვეტის თაობაზე. რის გაკეთებაც, როგორც ყველა აღიარებს, მხოლოდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არ უცდია, ევროპამ ვერ დაამყარა მშვიდობა, ხოლო ზელენსკი სავარაუდოდ სუქხელ უკმის დაკარგვა არ უნდოდა. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი რამ ჩაიდინა. მისი ქვეყანა დაქცეულია, მილიონობით ადამიანი დაიღუპა არაფრის გამო და ეს გრძელდება. აი ეს არის განაჩენი რეჟიმის მონას მე კავენში ვარ, მაგრამ არასოდეს ვიფიქრებ პოლიტიკაში წასვლაზეც კი არ ვიფიქრე არასოდეს. კავენში კი, რომელსაც ეგონა, რომ შეძლებდა ქვეყნის მართვას. როგორ არის ქართული მულტფილმი ლომს, რომელსაც თაგვის გული აქვს, დაგერხათ, აი ამის ფანებო. რამეს ჰქონდათ ამის სურათი დაყენებული ავატარზე. ეს ხო ინახება Facebook ისტორიებში, ხო? ალბათ. თქვენი მაიმუნებო თქვენა რა. ხო, მე რაღა კომენტარი უნდა დავამატო, ვაფშე კომენტარი ან ჩვენ რაღა უნდა დავამატოთ, ესე იგი ტრამპმა რაც დაწერა, საერთოდ ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყო. ხო, მაცადე ხე მე ვიტყვი, ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყო ძალიან ფორსირებულად. თუ არ ვცდები, 60 განკარგულებას მოეწერა ხელი და ასეთი ამერიკის ისტორიაში ანუ ადმინისტრაციის პერიოდში არ ყოფილა. ამას და იმიტომ რომ სამყარო აჩქარებულია, ტრამპს ჭირდება რადიკალური და ესეთი ხისტი ცვლილებები უნდა ფუნდამენტურად შეცვალოს ეს ეპისტემე. აქ რაც დაწერა ზელენსკიზე და როგორც მიმართა, არ ვიცი,
ყოველ სიტყვაში შეგვიძლია წავიკითხოთ ნახევრად კი არა საშუალოდ წარმატებული რაღაც ნახევრად ჭიერი აი ნუ არაფერში ესე იგი კაცი არ ვარ გაო რა ეხლა რა დაიწყება პირველი ტრამპმა შესთავაზა და უთხრა რომ ჯერ ევროპელები მართლა საბავშვო ხო იცი დაბადების დღეს საბავშვო მაგიდები რო არის იქით დასვა სადღაც თვალის განმოშორებულ ადგილას აქეთ უკრაინას ვაფშე და ზელენსკის უთხრა რომ ჩვენ დიდი ბიძიები გადავწყვეტ რაღაცას და მე ჩაერთვები გაგაგებინებთ რა განაჩენი გამოგიტანეთ მაგრამ ზელენსკი რო ეშპილკავება რატო იმიტომ რომ ზელენსკი არ არის არქიტექტორი ზელენსკი არ არის რაიმე ვთქვათ დისკურსის რაიმე მიმდინარეობის შემოქმედი ზელენსკი არის მთლიანად პროდუქტი deep state-ისა და გლობალური ომის პარტიისა შესაბამისად ზელენსკი არის კომპრომეტირებული არ ვიცი მთლიანად მიბმული იმ ხალხზე იმ ოჯახებზე იმ რა ვიცი კონგლომერატებზე და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე ზელენსკი ვერც იქნება ტრამპის მომხრე თან ილონ მასკი ხო ცალკე მათხოვრად აქცევს შესაბამისად ზელენსკის ეუბნება რომ ან ჩემ დირექტივებს დაემორჩილები და ომს შეწყვეტ და ასეთ პირობებში 2014 წლის საზღვრები დაივიწყე ან არა და მეურც ერთი არჩევნები უნდა ჩატარდეს იმიტომ შენ არ ხარ ლეგიტიმური პრეზიდენტი და პუტინს მაგიტო არ შეხვდება რომ არ ხარ ლეგიტიმური ხალხის რეპრეზენტატორი შენ წარმომადგენელი არ ხარ ხო დოკუმენტს ზალა არა ხო შენ დასაძახებელი ყოლია ხალხი შენ დასახებულზე ჩვენ არ მოვა შენ და მე არა შეიძლება კავშირი გააჩერეს რა მოდი ესე ვთქვათ რა კი გააჩერეს ოღონდ ის ენაზე რო ვთქვათ ეგ როგორც ცალსახად გააჩერეს ცალსახად გააჩერებულია ეხლა ვიღაცა პატარა ვიღაცები ეს ზელენსკი დარბის ეხა აგროვებს მასას მაგრამ ვის ტირალა ტიპებს აკროვებს ტირალა ტიპებს ვიღაცა კაია კალას კაბიანს როგორ დაუჯერო კაროჩე აგროვებს ხალხს მაგრამ ხო ისინი ვერ აძლევენ რა თემას არა მე ტრამპი რო ეკითხება ეს გააკეთა აგებ ამაზე პასუხი შენ რო ეტყვის ვით მაგი შეგროვებულს აგერე ამას უნდა რა ქვია ჩვენს მას თურქეთის პრეზიდენტს და თურქეთის პრეზიდენტმა თავის საქმე გააკეთა 22 წელს და ხელმოწერაზე არ აუკრა ხელი ამერიკამ თითქმის გაჩერებული იყო იცი რა მოთხოვენ პასუხს მაგაზე მოთხოვენ პირველ რიგში კაი დაუშვათ დიპანიატკა იყო დაგესხა თავს აბაიუდნი ომი იყო ხო აჩერებდი არა 22-ში მარტში აჩერებდნენ რა და ძალიან მაგარ პირობებზე რატო დაიწყე ისე ომი მაგ დროს დასცინა ტრამპმა გახავს მოინდომა ჟესტით გააკეთა რომ I wanna fight რა მომინდომა აქ ომიო კავშირი ზელენსკი არის პრაგონი არის გასული მეგობრებო ზელენსკი არის გაჩერებული რა კი გაატარეს მაგარი პრაგონი რომ და ვინ გაატარა ეს ხომ მნიშვნელობა აქვს ვინ გაატარა დაჟე ხელის ამორთმევა არ შეიძლება ხელი პრედმეტით არის სინამდვილეში ამ ყველაფრის მიღმა საშინელი ბედი დგას უკრაინელი ეხა იმაზე ვილაპარაკოთ რა ზელენსკის არ ვიცი მომავალს არ უსურვებ მტერს არა კატის დღეშიც არ არის იმიტომ რომ ევროპა ვინ უნდა დაიცვას თვითონ დასაცავია ესტონეთის მეშინოდეს ოღონდ და ლატვიის ხალი თავდაცვის მისყავს სადაც იმაშვება მოშარდოს ბალახი არ ამოდის ხო ნუ ესტონეთი უსაშ კი ბატონო ერთ-ერთი სუპერ პაუერი არის რა ეს ქართველი ხალხი ვიღაცები ხო ქართველები არიან თუნდაც ახალგაზრდები დებილები რას გეუბნებოდი იციო ესტონეთის ჭკუას უნდა გვევლო ბიჭო ასეთ იდიოტებად უნდა დაგვეჭდა ბალტიისპირეთსაც მიატოვებენ სხვანა კი არა ბალტიისპირეთის ბედი სხვანაირად დავარდება სხვანაირად არის დასაბუთებელი კი მაგით კიდე გასაიასებელი ვიოდებს გამოიტანენ მე ვიოდები მაგ ესტონეთის ეხუტებია ბიჭო კი ხო და მოკლედ შეხო ამას მე უფრო მაგარს გეტყვი ზელენსკის ადგილას თავშესაფარს მოვიტყოვდი რუსეთში ციგარი ხარ ესენ ჯეიპარებენ მართლა არა ბიჭო ზელენსკის დაკიდებენ და პირველ ფანანავს ტალბე ჩვენ ხალხო მეგობრებო ბიჭო აბა უკრაინაში ეგ ვერ გაჩერდება ჩვენ უნდა გავაკეთოთ მოდი რა იქნებ თხოვოთ ბიჭებს და გავაკეთოთ კონფლიქტის დაწყებიდან რამდენჯერ ვამბობთ რომ რუსეთი ამ ომს მოიგებს რამდენჯერ ვამბობთ ეს არის სიგიჟე ეს ომი არის სიგიჟე ყოველდღე აი თვითონ ტრამპი ამბობს რომ ეს იგი ჩვენ თურმე ვართ რუსეთუმევი და
და იმის მიათეთს არ ვამბობთ, რასაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს. რა თქმა უნდა და მაგაზე გვეძახდნენ მოღალატეებს და მონებს, ვაფშე ერთი წამი აქ რაც ხდება საქართველოში, ხო? USAID-ის და Deep State-ის დაფინანსებით, მხოლოდ ეგ მიზეზი იყო, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, უკრაინას არ გაუგზავნეთ სიმბოლურად, აი ჩაფხუტი უნდა მაგას გთხოვდნენ, რომ ეს საომარი რამე გაუგზავნეთ, ჩაფხუტი მაინც, რომ ამაზე ჩარტერი. თორე ჰუმანიტარული დახმარება ყველაზე მეტი. ამის გამო ეხა რასაც ამერიკის პრეზიდენტი პროსტა ეგეთი რამე ხო არც გვიქვავს რომელია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას მხარი დაუჭირეთ და ასე შემდეგ და რა ქვია პარლამენტის ხდომა უკრაინის დროშის და ტოლვილები მივიღეთ და გადავყევით თან და მივიღეთ პასუხად მივიღეთ რომ ჩვენ ვართ რუსები და მოღალატეები. ოღონდ ეს იყო დაფინანსებული დისკურსი, რა თქმა უნდა ჩვენ ამბობდით ამას და გადაცემაში ყოველთვის შლიდით, თუმცა აგერ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა უკრაინაში იმაზე რა ქვია რევოლუციაზე, რომელიც ზუსტად ერთ-ერთი მაგ სცენარით მიმდინარეობდა. აი აჭარაში იმ საბჭოში რო შედიოდა ნაგავი რო ჩამოაცვეს დააყარეს თავზე უკრაინაში ზუსტად ეგრე იყო. ანუ შენ ესე იგი ისეთ დანაშაულს შადიხარ სახელმწიფო საჯარო მოხელე რომ აი ნაგავსაც კი გაყრიან. იქ ვერთხების სროლა, იქ კუბოს და ერთ-ერთი უკრაინის სცენარი მიდიოდა ჩვენთან და ნუ ეს მოღალატეები არიან, ესენი არიან დივერსანტები ჩვენი წვენა. საიდან გამომდინარეობდა ჩვენი წვენა, რომ უკრაინა ამომს წააგებდა. გამოდიოდა იმისგან, პირადად ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რუსეთის ისტორიას ასე თუ ისე ვიცნობ. და ტრამპაც ახსენა ეს. ყველა კონფლიქტი, დიდი კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო წარუმატებლად. როგორც ნაპოლეონის შემოიჭრა გადაწვა მოსკოვი, ისე ლამის მოსკოვი აიღო ჰიტლერმა, მონღოლებმა გადმოუარეს და 300 წლიანი საშინელება აჭამეს რუსებს, მაგრამ აღორძინდა რუსეთს აქვს ეს თვისება. რუსეთის აქვს ეს თვისება, რომ ომი იციან, დანაკარგებს არ უყურებენ და თავიანთ ტერიტორიაზე და უკრაინას თვლიან საკუთარ ტერიტორიას და არც თუ ისე უსაბუძოდ მოდი ხა პირდაპირ გეტყვით. იმიტომ კიევ და მათ გარადოვ რუსკი. ეს არის ასე. მე ამას რომ ამოდი სხვა ჩვენ თავს ვიკავებდი რომ ძალიან დიდი დაჭერილი არ წამოსულიყო. ტრამპს შევეფარე ხა ტრამპს. მე ვინ მომერევავდა რომ გამოვიდნენ ყველანი ამას ვინ მოერევავდა. ეხლა რას უყურებთ იცი? ცოტა ხანში. დაიწყებენ ტრამპის როგორ გიდებას, იცი ესე. დაიწყეს უკვე. არა, ნუ ეგ ბოლომდე უნდა გავიძნენ რა. არა, დაიწყეს უკვე რომ პუტინის ნარატივს ატარებს, ტრამპი არის ამერიკის შენიღბული დემოკრატია უკვე ჩამოიხსნა მასკა და გადავიდა კოლონიალიზმზე. ვсё, ნუ ჩვეულებრივად, მაგრამ ბიჭო, კიდე სხვა რამე არის რა, ჩვენ ქვეყანაზე ვილაპარაკოთ განსაკუთრებით, ეხლა რას ვამბობდით რუსეთი ომს მოიგებს, ეს სხვა საკითხია კიდე. არა, იცი ნაკლებია რომ წააგებს. არა, მაგაზე ხო თქვა აგერ ტრამპაც რომ დააჯერაო ხალხს, ადმინისტრაცია ამბობს რომ მთელი პრობლემა ეგ იყო რომ ხალხს დააჯერეს რომ უკრაინა შეეძლო ამ ომის მოგებაო. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში რა ხდებოდა, ეგ არის ყველაზე ტრაგიკული, რომ ამ დივერსანტების დაფინანსება მეხუთე კოლონის არ ვიცი კომპრადორული ელიტის ნაძირლების, რომლებიც ამაზე, რომ ჩვენ რასაც ტრამპი ამბობს, იმის მეასედი არ გვითქვავს, მაგაზე გვეძახდნენ მოღალატეებს, დარბოდნენ, აბულინგებდნენ, ოჯახებით, ჩვენ რა, ყველას გვიღებდნენ კამერით, ის ყველაფერს რომ მოკალი კოცი და სიახლე. მოდის ინფორმაცია. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა გააფრთხილა ზელენსკი, რომ ინანებს რომ ტრამპზე ცუდი რამ თქვა, ტალახი გადაასხა ტრამპს და მისი საშინელი რეაქცია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დაგმო. ეხლა მე ვარ, როგორც თქვენ მიყურებთ, ესე მოხდება შემდეგი რამე. გასვლისავენ მაგ საბრალოს. აი კატოკივით გადაულის ეს კაცი რა. კატოკივით გადაულის. იმიტომ რომ მასა და ძალიან დიდ პროფიტს მოგებას შორის, ძელკას შორის. დგას ეს კლოუნი, სისხლიანი კლოუნი. გადაულის და რა გონია მართლა კაია კალასი დაიცავს და ეს უკანსვლით მოსიარულე როთი თუ ის შოლცი რომელიც ხვალ აღარ იქნება და ეხა ვთქვათ რა ალტერნატივები არსებობს ანუ
როგორი განვითარების პერსპექტივა არსებობს ზელენსკის შემთხვევაში, რაც ტრამპმა თქვა, რომ ის არ არის ხალხის რეპრეზენტატორი, ნიშნავს იმას, რომ ეს თუ მე არ მემორჩილება, მაინცადე მე მაშინ დაждდება ისეთი კაცი, რომელიც ჩვენ მოგვისმენს. მე ვიტყვი რომ კი, რომელიც ჩვენ მოგვისმენს. მე ვიტყვი. ხო, რომელიც ჩვენ მოგვისმენს. ეხლა თვითონ ზელენსკის რა განვითარების პერსპექტივები აქვს? პირველი ალბათ მოიკლას რა. არა, პირველი რეალური ალბათ არის იქ რევოლუცია. მიეხმარებიან კი ბატონო. მეორე არის არჩევნები. არჩევნები არა. მესამე არის რამე გაქრობა რა. გაქრობა მაგალითად რა პრობლემა? რაც გაუიაიფარა. ნავიჩოქს ათხოვებენ ალბათ, რა ვიცი. რუსები ესე ელოდებიან, აი ეს. ხო, მე კიდე არის კაი უამრავი მეთოდია რა. მაგრამ უყურე როგორ არის? ნუ ეხა ფაქტია, რომ ზელენსკის დარჩა ხალხო. რამოდენიმე ტაკერ კარლსონს ეს ლიბერდებილები რომ დასცენიან. ტაკერ კარლსონი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი ამერიკაში და ძლევამოსილი. და ბოდიში ერთ წამი ტრამპი ასევე, რასაც იზავს, მე ეს დისკურსი წარმოებს უკვე დღისას რიგში დგას მედიის მთავარი, ანუ ეს აჯენდა არის და ეტყვია რომ კორუმპირებული ხარ, იმიტომ რომ ჩვენ მოცემულ დახმარებას ყიდდი, ბარიგობდი, ნახევარფულს იპარავდი და ამ თემაზეც მიადგებია. ტაკერ კარლსონი არის ვიღაცები ხო დასცინიან ტაკერ კარლსონს. ტრამპს როგორც დასცინოდა. ხო, ტაკერ კარლსონზე გამახსენდა. ტაკერ კარლსონი ხშირად ამბობს, ჯერ ტაკერ კარლსონმა თქვა, რომ ბაიდენს პუტინის მოკლა უნდაო, პირდაპირ თქვა. და არ გამოვიდაო. ეგ საკითხია. შემდეგ ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ მიყიდული არ არის ამერიკელების მიერ მიცემული არ არის მიყიდული არა ის კარტელი. ხო, მექსიკელ ჩვენ მეგვიტევდნენ. ნარკობარონებს თან აღმოჩნდა ხომ. ანუ მექსიკულ კარტელი ყველაზე სისხლიანი რაც შეიძლება მოიფიქრო. ყველაზე ჟესტოკი ტიპები, ყველაზე ჟესტოკი პრესტუპნესტი, ანუ ყველაზე ჟესტოკი დამნაშავეთა სამყარო ხო მექსიკაშია და ლათინურ ამერიკაში. იმათ აქვს, ოღონდ როგორი არ არის, ავტომატები და არა, ჯაველინები ალბათ და ძალიან მნიშვნელოვანი ჰაერსაწინააღმდეგო ხშირად არ არის. აი ამაზე რომ გამოდებენ, მე ძალიან ბევრ ამას გაუხსენებენ. ფული სად არის, როგორ წავიდა და სად წავიდა. დედას უტირებენ. ტრამპი როგორ დაჟის იცი? მართლა როგორც ქუჩაში, აი ქუჩურად მოექცევა. სამაგალითოდ. იმიტომ რომ ტრამპმა ეხლა თუ ზელენსკი არ დასაჯა, მთელი მაგისი ამბავი რომ ის არის რა, საკითხებს წვეთს. ჩამოიშლება. გადაულის. აი და რაც შეეხება უკრაინას, უკრაინის საქმე დამთავრებული. უკრაინის საქმე სამწუხაროდ არის დამთავრებული. და ლიბერდებილებო ახალგაზრდებს მოტყუებულ ახალგაზრდებს წიგნი რო არ წაუყო. არა, ახალგაზრდებმა კაცო რუკაზე რო შეუცვალო უკრაინას და რუსეთს სახელი, არაფერი პრობლემა არ იქნება, ვერ ვიხვდები რა ხდება. ხვდებით რას გადაგვარჩინა ბიძინა ივანიშვილმა ქართულმა ოცნებამ. ხვდებით? არ უნდა მიხვდეთ თქვენ, იმიტომ რომ ფული გაქვთ აღებული იმაში, რასაც აკეთებთ, მაგრამ თქვენც განადგურდით. არა ბიჭო, ეგენი მორწმუნე ლიბერალები არიან, free market ფუნდამენტალისტები. მორწმუნე ლიბერალი ხა ეს ნინო ლომჯარია, მართლა მორწმუნე ლიბერალია. არა, ხო, არა, აბა ნინო ლომჯარია, რომელიც ამბობდა, რომ მე ამ სირცხვილს მირჩევნია და თავის მოჭრას, რომ თურმე უკრაინას არ დავეხმარეთ ომში და აფხაზეთში არ შევიჭერით. ამბობდა რომ ამას ცეცხლის ბომბები ჭობსო, ეს დეგენერატი მართლა და ეს დებილები ყველანი ბიჭო, ეს არის სამშობლოს ღალატი მართლა. ეხლა პირდაპირ რა მაგარი კაცი თქვენი დედავატი მესმის ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი უკრაინელი რომ იყო კედლებს დავანგრევდი სიმწრისგან ეხლა არ ანგრევს ბაიდენსაც გადავწევოდი იმიტომ რომ ჯონსონსონ სალივანის დედას ვაგინებდი კიდევ ბენს ამჟამად რუსეთს ხო საერთოდ ტრამპზე არაფერს ვიტყვი მაგრამ ყოველგვარი მაგრამის გარეშე ერთი დიდი მაგრამ მეგობრებო როცა ჩვენ უკრაინა გაწირეს იმ შემთხვევაში ის კი ცუდი განცხადებაა რატოა ცუდი განცხადება სიმართლე რატო არის ცუდი შეიძლება უკრაინა მართლა განწირებულია რაც არ არის დინამიკაა ყველაფერი ანუ ადამიანს ეხლა ამას რომ თავი მოჭრა ცოტა ხანი იცოცხლებს კი ღმერთმა დაიფაროს თავის მოჭრა ფიგურალურად არის გარდა ვისა ჩვენს ხო გზნობთ რომ უკრაინის დამარცხება ჩვენი დამარცხებაცაა რატო არის უკრაინის დამარცხება ჩვენი დამარცხება უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება არა ჩვენი ანუ ლიბერალების ხო არა საქართველოს დამარცხება არა იგივებს საქართველოს არა შესაბამისად როცა გვაქვს დილემა ყველაფრის მიხედავად ხალხს უთხრავს ძიმე და ობიექტურს ნახავს სიმართლე თუ ხალხს უთხრავს რომ ყველაფერი მაინც კარგად იქნება მე ამ უკანასკნელს ვირჩევ ხედავთ ლიბერალები სადამდე მივიდნენ ანუ
სიმართლე და ობიექტურობასთან ახლოს სიმართლე არ უცხათო და მაინც ყველაფერი კარგად იქნებაო. ხალხო, კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ხა ეს ყველაფერი არის განსაცმენდელი. ეხლა მოდის შხაპუნა წვიმა და აი ამ განავალს, აი ლიბერალურ განავალს, აი ტვინები რომ დაგიბნელეს იმას წმენს. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველწლიურად განავალს და არ მოსწონთ, როცა სულთანი არიან. აი ერთი ეს არის. ღორი რა. ღორი, ჩვეულებრივი, უნდა რომ რუსეთი დაემხოს. ტრამპი და პუტინი მე არ მინდა ეს. ან მინდა არ ვიცი, მე ვინ ჩემი ბეხები ვარ, რომ ამაზე გადავწყვიტო, იქნება თუ არა. აგერ ნახეთ, ჩამოართმევენ ერთმანეთს ხელს და სიზიმბინიც იქვე იქნება და გაიყოფენ სოფლიოს. რა ვქნა ეგრე იქნება ეს დედამეთქები და რა მე მგონია რომ ლიბერალები და ეგეთი მორწმუნე და ფუნდამენტალისტი და თავღია და ცხელთავიანი ლიბერალები უნდა დაელოდნონ ხელოვნური ინტელექტის ისე განვითარებას და ვირტუალური რეალობის ისეთ განვითარებას, სადაც აღარ იქნება საჭირო გრძნობად ობიექტური რეალობა, აღარ იქნება საჭირო რეალობა, წარმოსახვით სამყარო სავსებით ლეგიტიმური გახდება. და იქ სათვალეში ან რაღაცაში შექმნიან რეალობას, სადაც რუსეთმა წააგოს, სადაც რუსეთი აღარ არის, სადაც საქართველოს არ ვიცი. და მე გეტყვი რაღაცა ეხლა ეს კიდე რა ამერიკის შტატი ხდება და ეხლა ბევრი 1000-ჯერ დაფიქრდება, ვიდრე სხვა ქვეყანას ერთ ადგილს მისცემს. აი ბევრი დაფიქრდება ამაზე მსოფლიოში. სხვათა შორის უკვე მოითხოვეს რუმინეთში დაბრუნება ისე გაუქმებული არჩევნების და რუმინეთს მაგრამ მიაწვევიან ამერიკელები. ეხლა გუბაზე გავუშვათ, პირველი გუბაზე. გუბაზე მაგარი კაცი. გამოფხიზდეს ცოტა ოპოზიცია შორიდან რო უჭირავს თავი რომ არა ჩვენ რამე არ დაგვაბრალოს ბიძინამ ნაცობა არ დაგვაბრალოს და ამ ოპოზიციის უმრავლესობა რომ ნაცების ხელისუფლება აბა ქუჩაში მე ვიყავი მაშინ რაღაცა ხო არ მეშლება კაცო რაღაც სიზმარი ხო არა მაქვს ნანახი და რეალობა სხვა ყოფილა ახლა ვინც ანტიმიშახად გადაქცეული ოპოზიციაში და ხელისუფლებაში განსაკუთრებით დაბრაკული ნაცები რო ხარ თქვენ სად იყავით მაშინ? მე სადაც ვიყავი, იქ სად იყავით? გირგვლიან საქმეებზე რო უჭიდაობდით ქუჩაში რამოდენიმე ოპოზიციონერი თქვენ სად იყავით? შენი დედავადი განავლის აუ ტოპკაცი. აუ ეხა აქეთ გვიტეს? აუ ტოპკაცია. ანუ ვაფშე სტოპი არა. მაიცა სტოპ ერთი წუთით. გირგვლიანს როგორ ახსენებს ეს უნამუსო დედა აფეთქება? ტოპკაცი არის. ამის გინება არ შეიძლება. არა, არა გინო, რატომ უნდა აგინო ბიჭო? ანუ გირგვლიანს მემიტრიალე? ხო. და მიშას დანაშაულებს მემიტრიალე? ხო. რა მერე? რამ პრობლემა გაქვს? ჰა? რამე პრობლემა გაქვს? აი თქვი რა პრობლემა გაქვს? რაღაცა ეტავზე მეგონა რომ სხვებიც უსწრებდნენ ნაგლობაში, იმიტომ რომ მიჩმალული იყო რა. ერთადერთი წინადადებაა რომ გვეგონა რომ ფსკერზე ვიყავით და ქვემოდან გაკუნი გავიგეთ. ანუ რომ რაღაცა ეტავზე ეს ცოტახანი ხო მიჩმალული იყო, ეხლა მიგვავიწყდა და ტოპ უტიფრობაში ტოპ 20 არ იყო რა, ტოპ უტიფრობაში, მაგრამ არა, ნუ აი სერიოზულად. აქეთ მიტრიალე. კი, აი ამაზე რანაირად, აი ესე უნდა დაგეწყოს. ერო გირგვლიანისთვის ვიბრძოდიო, კაცო, თქვენ სად იყავით და ვისეულებ და არის იმათ მიშა საჯდომში შემძვრალი. კაი, მეორე გავუშვით. მაგრამ აქ უყურას ამბობს ისტორია შეაფასებს, ნახოთ როგორ შეაფასებს, რაც უფრო დრო გავა სააკაშვილის მემკვიდრეობა უფრო დაფასდება. ეჭვი არავის არ შეგეპაროთ. აი ახლა ხო ახალგაზრდობა, აი სკოლებში რო არიან ბავშვები, აი ის თაობა ნახეთ როგორ შეაფასებს ამას. რას რო შეაფასებს? გირგვლიანზე? მე მგონია რომ ეხლა კაი, მაშინ ესეთი რაღაც შეკითხვას დაგისო. ამის ინსპირაციით მომივიდა ამას რა პასუხი უნდა გავუცეთ. სალომეზე არა, გადავიდეთ ჯერ ამ კითხვას დავსვათ. მე მახსოვს სასამართლო პროცესზე მიშა გამოვიდა უკრაინის მაისურით, სადაც თქვა რომ მე ქართული დამავიწყდაო და უკრაინული ლოცვა დაიწყო. თარჯიმანიდაო, კი, ნუ მიშა არის ჩვეულებრივი ჯამბაზი, მანიაკი. ანუ მიშა არის როგორ იცი ჩვეულებრივი агенტი არ არის მიშა არის მანიაკი агенტი შეშლილი აგენტი მიშაზე რომ გადაიღო კინოსათაურია შეშლილი აგენტი ხო და ეხა დახე მიშა გამოვიდა და ზელენსკი არის ნუ სამყაროს მორალური ცენტრი და რაღაცა ტრამპი არის ჩემი ძმაკაცი მაგასაც ხო იძახი ბაიდენი ეხლა რა ხდება ვის მხარეს დაიჭერს ზელენსკის ფოტო ხო ქონდა ხო აბა ეხლა აი რა მაგარი ხარ გური
ეხლა რო იქნება ჩართვა მორიგი ზელენსკი იქნება ჩამოხსნილი. ზელენსკი იქნება თვალებ დათხრი. კი და ტრამპის ფოტო იქნება. ტრამპის ფოტო დიდი. რო ყლაპავს უკრაინას. კი. დოლარის ნიშანი. ან შეიძლება მიშამ ვაფშე თემა დადოს ორივეს ფოტო. ერთადერთი სიუცე სადაც ზელენსკი და ტრამპი ერთად კოეგზისტენციას მოახდენ. კოეგზისტენციალური დიქოტომიები. გაუშვით ახლა გუბასარგიძე დედაბერ სალომეზე რას ამბობს? გაუშვით. ალბათ სალომე რას ელოდებით? მონარქია აქ არ აღდგება და თამარ მეფის მემკვიდრედ არავინ არ გამოგაცხადებთ. ეს შეიძლება მოიპოვოთ. კარგია თამარ მეფის ჯვრის ასლიცია. რა გააჩერეთ, რა უნდა მოიპოვოს? თამარ მეფის მემკვიდრეობა ბაგრატიონი ხოიმე. ეს მაგარი უტიფარე. ბაგრატიონის აბოლებს. ხედავ მაინც აბრაზებს ადამიანებს. გამოდის ტელევიზიიდან და არა აბრაზებს მაინც. ესო თამარ მეფე შეიძლება მოიპოვო. მე სხვა რამეს გეუნები. რას ელოდებითო, რაზე მოუწოდებს რა ქმედებაზე? ვერ გავიგე. მომწონს. კარგი მოდა ქართულ ქალებში. რა. თამარის ჯვრის ასლით დადიხართ. სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ფორმა შინაარს მოითხოვს. კაი და რას ჩვენ პროდიუსერებს მივმართავ? რას თხოვს? გამოდი და ვენესუელაზე უფრო კარგად იგავ. არა, რას თხოვს, რას ელოდებით? უფრო აქტიური ხავი, სადახარო. რო სადღა ვენესუელაზე რო ლაპარაკობო და მართმადიანი რო ხარ გავიგეთო და ეხა მეტი მინდა შენგანო. ყვერც თვავს. ჰა? კაი, ეხა გუბაზის მერე ყველას გაშვება, ეხა ძალიან. ხო, როგორც აი, სხვა შორის გიორგი ივანიშვილის დაბადების დღეზე როგორც თქვენ მოიქეცით, რაღაცა უდუს რიტუალები რო ატარებთ ამერიკის დროშა რო დაწვით თქვენ იდიოტებო, თქვენ ხართ ყველაზე ბანძი, ჩმო, ბინძური ხალხი. და მაგიტომაც ხართ მან სადაც ხართ. მაგ დღეში რა. ბიჭო, გიორგი გახარე. მინდა რომ იცოდეთ რა. გახარე ამ საინტერესო ამბავ. ორტრაკობაზე. მეგობრებო რა არის მნიშვნელობა? რისთვის ინარჩუნებთ მაშინ ამან? იმისთვის ვინარჩუნებ რომ მე პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა და ის რაც ჩვენ მოქალაქეებმა მოგვანიჭეს იმის ნაწილი მაინც დაფინანსების სახით რომ მივიღოთ რომ იმიტომ არ ვიყო დამოკიდებული ბანკირებზე, ფინანსურ ვიღაც იმაზე ჯგუფებზე და არ ვიყო დამოკიდებული კონკრეტულ ტელევიზიებზე, არ გულისხმობ არავის რა, რომლების უკანაც კონკრეტული პარტიები, ბანკები, ფინანსური ჯგუფები დგანან, მე ჩემთვის ეს დამოუკიდებლობა პოლიტიკურად არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ამით ვემზადები შემდგომი ბრძოლებისთვის და ვიღაცას თუ ბევრჯერ უფრო მეტი ფული აქვს, ღმერთმა შეიარგოს კაცო. შეუძლია დაწეროს, შეუძლია არ დაწეროს. ეს ახსნაა და განმარტებაა. თქვენ გონიათ მე ეს პირველად ავხსენი? პირველად ავხსენი? ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ვიღაცის ეგო დაკმაყოფილდეს, ყველა სტუდიაში უნდა ვიარო და ერთ და იგივე. ვიღაცის ეგო რა შუაშია? იმიტომ რომ ჩემ ამორჩეველს არ აქვს. ეგოზე ხომ არ არის მხოლოდ მე მაქვს კითხვა, მე ერთ კონკრეტულად. დაკმაყოფილდი? კი ბატონო. ჩემთვის აზია ბაზარია ბიჭო, მე მგონია რომ ამას აქ ჩლიკები. მანდატებს რატო? მანდატებს რითი აქვს? ჩლიკები აქვს და კუდი აქვს. პული მინდა რომ კონდესო? კი. და ორ საჯდომა მაგითხოვა რომ ეს ახსნა არისო რატო და იმა რა გაიგო იმ ჩემმა ცოდვის სავსე დიანა კი მეუნებია ხშირად მეცოდება დიანა რომ Facebook-ში უხურებ ხოლმე და არ არის სწორი ხავს ეგრე არ უნდა გაუხურო ისე დიანა არ უნდა იყოს იქით ამ ხარეს აი თუ ხარ დიანა სევდა არის არა მართლა სევდაა ჩვენი ყველასი ნუ დიანას გონია კომპლექსი რომ დამოუკიდებელია და რამე არ უნდა თქვას და ღორები რო არიან ახლა მაგის უფროსი რო 1 ღორი 2 ღორი 3 ღორი აბსოლუტური ღორები მაგის უფროსი წერეთელი წუტლექსა ეს აბსოლუტური იდიოტი ის რა ქვია შავინოდა რა ჟურნალისტური გამოძიება შავინოდა ნუ კაი არ მინდა დიანას მაგრამ სხვა რამეს ვამბობ რითი ახსნა ახლა რომ რა ეხა ეგ ცოტა ხანში იცი რას იზავს შემსერდება იქა და ძალიან ლამაზად წამოიჭიმება მაგრამ ჯანმრთელობა აი ქეთი დეოდარიანი ჯანმრთელობა უნდა შეერკეს პარლამენტში ქეთი დეოდარიანი რომელიც ვერ იკავებს თავს და ყოველთვის სიტყვის ხოლმე თავისას ლიბერალების საქმელს
სამეგრელოში ამბობენ, რომ ადამიანი რო გიყვარს, იმას ყველაფერში გააправებო. აი ესეთი ახსნა რა, რაც არ უნდა ქნას. ეს ტრამპისტებიც ესე, რაც არ უნდა სპეციალურად გააკეთა, მანევრია, რაღაცას ხსნიან. ხო, აი გავიგერ, მაგრამ ერთი რამე, რაც ჩემთვის იმედის მომცემი შეიძლება იყოს, ეხლა დიდი ოპტიმისტი რო არ ვარ კი იცით, მაგრამ რომ რუსეთიც ისე იქცევა. არა, ვერაფერს ვერ გამიიღწევა ბოლო-ბოლოში ასწრებია. ისეთი იქცევა, რომ ტრამპის და მასკის ინფანტილურ მამაკაცურ საწყისზე ეს კარგად არ იმოქმედებს და შეიძლება ბოლოს მაინც იმაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი, რაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო გადაზრდილი, ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს. რაში დაცხებენ ვერ გავიგე. ხახო მე წინსაღაც ამ ტექსტებს ვერ ვიგებ. დაენძრა. ანუ რა უნდა თქვა, რომ ანუ კიდე იმედი აქვს, რომ ტრამპი ეჩხუბება იმას, პუტინს. თუ რა არის? ტოპ-ტვინი გრიგოლ გეგელია. და დავასრულოთ თავით. ვერ იყო კეთილდარიანი მოწოდების სიმაღლეზე. იცი რატო? შოქში არიან, ნებო. აი ტოპ-ტვინი. აი ტოპ-ტვინი ყველაფერს გაგვიარს. აღმერთებს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბრძოლა იმისთვის ყველა ფორმით, ყველა უშუალო ფორმით, იმისთვის რომ ადგილობრივ არჩევნებზე საერთოდ ადრეა საუბარი, ხო? თუმცა ადგილობრივ არჩევნებზე გულისხმობ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც შეიძლება იყოს მალე. ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ხო? ეს მე ვფიქრობ, რომ ქართულსაც გამოსავალი არ ექნება, ძალიან მარტივად, მათ მოუწევთ დანიშნულ ახალი არჩევნები. ყოველთვის ეს იყო ჩემი პროგნოზი, ყავეს არის ჩემი პროგნოზი. ის კრიზისი რა. სათაფლიაში ძალიან მაგარ დინოზავრები აღდგებიან და ვივლით დინოზავრები. იზე გრიგოლ ამ პარტიას ყველაზე ცუდი რაც დაემართა იყო საბაბუაძე რა. საბაბუაძე აჩუმებულია საბაბუაძე. არა, საბაბუაძე ისეთი მიგდებული აქვს ერთი. არა, მიმართება მქონდა ისეთი რომ ეწოდებოდა და რაღაცა მთლად არ გაწირი. ბიჭო, თავის უბანში სადაც გახსნა ეს ოფისი. ვიღაცამ საათი კითხა და ციზაკის სპრეი შეასხა. ესეთი შეშინებულები როგორ ხართ იმ სიტყვას? ჩვენ ხუჩაბად ხო ახვალ? კი. ძალიან კაი. ნახვამდის მადლობა ყურადღებისთვის, ხვალამდე.